გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველია ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მაშარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევშლეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები როგორ მოვიქცე? დიახ, გელოდებით. მანქანა ვერ მოდის. ღამის ქარიშხლის მერე გზა წაქცეული ხეებითაა ჩახერგილი. არა დაუცილებლად უნდა წავიდე ქალაქში. იპოლიტ. კატა, ტურბოზავრებთან გავიქცეთ. გზა უნდა გავწმინდოთ. კარგი. ეს ქარიშხალი ნამდვილი სენსაციაა. კარი, ჭიქა-კუხილი, ელვა, ხეები წაიქცა. ჰო, გზა ჩაიხერგა. ბებია ქალაქში ვერ მიდის. მე დასაზვერად გავფრინდები, თქვენ კი გუნდი შეკრიბეთ. გზაზე 9 ხია წაქცეული. ერთი ძალიან დიდია, კიდევ ღრმა გუბეა. მდინარემ კი ხიდი დააზიანა. უნდა შევაკეთოთ. ბევრი სამუშაოა. თორი და ტრაკი დაგჭირდება. მათ სინავთ, წვიმა რომ დაიწყოთ, აიძინეს და მათი გაღვიძება მოგვიწევს. თორ, ტრაკ. ჭიქა-კუხილის ხმაზეც არ გაუღვიძიათ. აბა რა გავაკეთოთ? მათ გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ერთი ხერხი არსებობს. ტურბოზავრებო, წინ! ახლა მთელი გუნდი მზადყოფნაშია. ყველამ ერთად. ტურბოზავრებო, წინ! ჯერ კიდევ სწინავთ. აი რა ხდება როცა აყენე, მაგრამ გაღვიძება და გავიწყდა. მე არ მეძინა, ჩაფიქრებული ვიყავი. ყველაფერი ნორმალურად არის, ტრაკ. კარგი, სამუშაოს შევუდგეთ. გემრიელი ფოთლები. თორ, რაზაკეთებ, შეიძლება დაგვინახონ. რამდენი ხნის წინ წამოვედით სახლიდან? დიდი დრო გავიდა, ბებია ქალაქში უნდა წავიდეს. ბულ შეგიძლიათ დაუჩქაროთ. რა თქმა უნდა, ტურბოზავრებო წინ. თორ. ეს ხე უნდა გადახერხო. ტრაკ, გზა გაათავისუფლე. ანგი, ზერ, ჩვენ ხიდის შესაკეთებლად მივდივართ. ჩვენ ბებიასთან უნდა წავიდეთ. დო, შეგიძლია ტაქსით იმუშაო. ყველაზე სწრაფი და კომფორტული ტაქსი მზად არის გემსახუროთ. ჩემთვის დაბრკოლებები არ არსებობს. ნუ გეშინიეთ. მალე გზა გათავისუფლდება. ბებია, კიდე უპილოტო ტაქსით იმგზავრო? რა თქმა უნდა. მაგრამ გზაზე როგორ გავივლი? ამ მანქანით გაივლი. ტრაკ,
ხიდის დაზიანებული საყრდენების შეცვალე. მოდიან, ტრაკ, დაიმალე. შესანიშნავად იმუშავეთ. ხიდი ისევ ახალვითაა. ო, კიდევ 100 წელი იდგება. ოჩახ ბავშვებო, რას ხატავთ? მე თეატრს ხატავ, მე ბალეტს. ფებია, ბალეტი დიდი ხნის წინ ნახე? მე არც ისე დიდი ხნის წინ. აი, სტეპან პეტროვიჩი კი თეატრშიც და ბალეტზეც დიდი ხანია არ ყოფილა. რატომ? ბეჯა, მოდი სტეპან პეტროვიჩი გავართოთ. გავართოთ. ცეკვები ვაჩვენოთ, რომლებსაც სკოლისთვის ვამზადებდით. ხო, მაგრამ სცენა გვჭირდება. სკოლაში ხომ ვერ ვიცეკვებთ. კატя, ვიცი მინდა გვეხმარება სცენის მოწყობაში. მეც ვიცი. მე არ ვიცი რა არის თეატრი. მე არ ვიცი რა არის ბალეტი. მე არც ერთი ვიცი და არც მეორე. ეს როგორც კინო ისეა, ოღონდ ცოცხალი მსახიობებით და ეკრანის მაგივრად სცენაა. მოდი ერთად დავაშენოთ საზაფხულო თეატრი. ახლა ხან მშობლებისთვის კარგი ადგილი ვნახე. ზუსტად სტეპან პეტროვიჩის სახლის გვერდითაა. ოღონდ იქ რაღაც მორები დევს და ბრეზენტით გადაფარული მიტოვებული ვაგონია. ამ ყველაფრის გამოყენება შეიძლება ზერ. ვაშა, ტურბოზავრებო წინ. ჯერ სცენისთვის ადგილი უნდა გავათავისუფლოთ. კარგი. გავაკეთებთ. ბოლ არ დაგავიწყდეს მაყურებლების დარბაზისთვის ადგილის გათავისუფლება. აქ? ანკი, უსაქმურად რატომ დგახარ? ის მორები აიღე და სცენა აშენე. ისეთი როგორც ჩემს ნახატზეა. სწორად დადე. ზერ, ნამდვილი სუფლიორი ხარ. ცუდი სიტყვების თქმა არ არის საჭირო. ზერ, არ გეწყინოს. სუფლიორი ადამიანია თეატრში, რომელიც მსახიობებს სიტყვებს კარნახობს სცენის წინ განლაგებული სპეციალური ჯიხურიდან. ო, მოწოდებით ნამდვილი სუფლიორი ვარ. ძალიან მიყვარს კარნახი. სად არის ჩემი სპეციალური ჯიხური? აი ეს არის. რა მაგარია თეატრი. დო, შენ რა, იცი რა არის თეატრი? სირცხვილი არ იცოდე რა არის თეატრი. დიდი ხანია ვოცნებობ პრიმადონა გავხდე. და ვინ არის პრიმადონა? ყველაზე მთავარი მსახიობი ქალი. ო, მე კი სიტყვებს კი კარნახებ. მე სუფლიორებს შორის ვარ პრიმადონა. დაგავიწყდათ, რომ ამ წარმოდგენას ბებიასთვის და სტეპან პეტროვიჩისთვის მართავთ. მათ კი დინოზავრები არ უნდა ნახონ, ამიტომ ჯობია დაიმალოთ. არ გვინდა დამალვა, ჩვენც გვინდა წარმოდგენის ნახვა. ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. ბედია, კატია, პრეზენტი გადაგვაფარეთ. ბებიამ და სტეპან პეტროვიჩმა იფიქრონ, რომ გადასატანი თეატრია, ბორბლებზე.
ახლა კი ყველაფერს ნახავთ. პირადად მე ვერაფერს ვერ ვხედავ. კარგია. კარგი, ჩუმად ისხედით, ჩვენ მაყურებლებს მოვიყვანთ. თორ, მოდი ადგილები გავცვალოთ. შენ თვალების ადგილი უფრო დიდად გაქვს ამოჭრილი. გონი ვერაფერიც ვერ იეჭვეს. ბრავო. ბრავისიმო, რა ყოჩაღები ხართ? როგორ გამახარეთ? სახლში გავიქცევი და ყველასთვის გემრიელ ბლინებს გამოვაცხობ. მე დაგეხმარები. რა მაგარი იყო. არ ვიცოდი რომ ასე შეგეძლოთ ცეკვა. მე ასე ვერ შევძლებდი. მართალია პრიმადონა ვარ, მაგრამ თქვენამდე ვერც მოვალ. ასე არ შეიძლება. კორახიც არ იყო საჭირო. სუფლიორისთვის სამუშაო არ მოიძებნა. მეგობრებო, როგორ ხართ? რატომ მოიწყინეთ? მოსაწყენად ვისვენებთ. ძალიან ცხელა. თამაშიც კი არ გვინდა. მაშინ მოდით ტბაზე წავიდეთ, ვიბანაოთ. ასეთ ამინჩი ტბასთან ალბათ ნახევარი ქალაქი შეიკრიბა. მთელი ქალაქი. იქნება ზე არ არის, ზერ გაფრინდი ნახე რა ხდება. ძლივს მოხერხებულად მომეწყვე. ზერ. გავიგე. უკვე მიფრინავ. ეს რა ამბავია? ახლა ზერი ყველაფერს გვიჩვენებს. ოი, მოგახსენებთ, ხალხი აქ არ არის, მაგრამ წყალში შესვლა შეუძლებელია. რა საშინელება? ასე ამის დატოვება არ შეიძლება. შეგვიძლია ნაპირზე ნაგავი მოვაგროვოთ, მაგრამ რა ვუყოთ ნაგავს, რომელიც წყალშია? რამე უნდა მოვიფიქროთ. იდეა მაქვს. ტივს ავაგებთ, საიდანაც ბადეს ჩავაგდებთ და ყველაფერს მოვაგვარებთ. მერე კი ნაგავს ქალაქში წავიღებთ გადასამუშავებლად. ტივზე ვერ დავეტევით და თუ დავეტევით, ტივი ჩაიძირება. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. ველოსიპედი გამოვიყენოთ. ზგავსი რამ ინტერნეტში ვნახე. ტივი ველოსიპედის მეშვეობით იმოძრავებს. რა? ეგ როგორ? შეხედეთ, ეს არის ტივი, ცენტრში კი დავდგამთ ველოსიპედს, ტივს ის ამოძრავებს. მე ველოსიპედზე დავჯდები, კატია კი ბადეს გადააგდებს, თქვენ კი ტივის აშენებაში დაგვეხმარებით. შესანიშნავი იდეაა. რამე გამოვტოვე? ტივი უნდა ავაშენოთ, რომ ტბა გადავარჩინოთ. ანკი, შენ მოტეხილ ხეებს შეაგროვებ და მე გადმომცემ. ტრაკ, შენ მორებს დაამუშავებ და ველოსიპედს დაამაგრებ. დუმფარებს და სხვა წყალმცენარეებს რა ეშველება? ძალიან ნაზებია. ბადე ღეროს თუ წამოედება, ღერო გადატყდება და მცენარე დაიღუპება. იქ სადაც მუმფარები იზრდება, ნაგავს ხელით მოვაგროვებთ. დო, შენ ნაპირიდან მიკარ ნახებ, რომ არაფერი არ გამომრჩეს.
და მე? ეს უსამართლობა, მეც მინდა გიკარნახო. შენ ზემოდან მთელი ტბის გაწმენდას გააკონტროლებ. გაკონტროლება შესანიშნავად მეხერხება. ტურბოზავრებო წინ! მზად არის. ნამდვილად გაცურავს? თუ ყველა ფაქტორს მივიღებთ მხედველობაში და კიდევ ველოსიპედის სიმძიმეს გავითვალისწინებთ და საერთოდ მიცურავს, ვაშა. ახლა ნაგავს შეაგროვებენ და ყველაფერი კარგად იქნება. შენ კი არ გჯეროდა. უბრალოდ ცუდად ეჭვმებარებოდა. იქ კიდევ ერთი ბოთლია. კიდევ ერთი. აი, გამოგრჩათ. ახლა კარგია. ფრთხილად, დუმფარები ახლოსაა. მათ გვერდით კონსერვის კილაა, უნდა მოაშოროთ. იქით კიდევ არის ნაგავი. იქითაც. რა რთულია მუშაობა. ახლა კი ტრაკი ნაგავს დაპრესავს. ჩვენ კი მას ქალაქში გადასამუშავებლად წავიღებთ. მომისმინეთ, ახლა ხან გამახსენდა. ჩვენ ხომ არ გვიბანავია. შესანიშნავად გამოიყურები. არა, ეს ყვავილები არ მიხდება. რამე უფრო ნათელია საჭირო. რამე უფრო გემრიელი? ლამაზი. იციდო, ყვავილების უმრავლესობა უკვე დაჭკნა. აი, ასე ხდება ყოველთვის. ტყე დიდია. რამეს აუცილებლად ვიპოვით. ზერ, თორ, ანკი. მოდი დოს ყვავილები მოუძებნოთ. მეჯერ არ მისაუზმია, არც მისადილია და არც მივახშმია. თორ, საუზმის წინ გასეირნება ძალიან სასარგებლოა. შეხედე, რა ლამაზი ყვავილია. სათმენი ხარ? სასარგებლო გასეირნება უკვე გქონდა. ახლა საუზმის დროა. თორ, რა მოგივიდა? რელს ფეხი წამოუკარი. რომელ რელს? რას ამბობ, ტყეში ვართ? რელსები რკინიგზაზეა. აქ საიდან დაინახე რკინიგზა? რკინიგზა არ დამინახავს. მაგრამ არის. რომელიმე კუნძ სამაგრავი ფეხს და რელსი გეგონებოდა. აქ მსგავსი არაფერია, მხოლოდ გამხმარი ფოთლები. ხომ გითხარი? ეს შეუძლებელია. თუ შესაძლებელია. წარმოუდგენელია. სენსაცია! ძველი სარკინიგზოლიან და გივიპოვეთ. და ურთქლმავალი. ნამდვილია? მასზე მგზავრობა შეიძლება? ოდესღაც შეიძლებოდა. ახლა ალბათ დაჟანგებულია. რა ლამაზია. კარგი იქნებოდა მისი შეკეთება. დო, ეს ალბათ შეუძლებელია. შეუძლებელი არაფერია. ძრავის გათანამედროვება შეიძლება.
მერე რეილსებს წრეზე დავდებ და საკუთარი ატრაქციონი გვექნება. წრიული რკინიგზა. ზერ, ის მხარე დაასკანერე და გეტყვის შემდეგ რა გავაკეთოთ. ერთი წუთით? ჩვენ დაგჭირდება შპალები, რეილსები, სიმაფორი და ძრავი. პრინტერზე დავბეჭდოთ. ბულ, შენ მათ ადგილამდე მიიტან. თორი და ანკი წაქცეულ ხეებს გაიტანენ, რომ ხელი არ შეგვიშალონ. ტრაკი ძრავს დააყენებს, შემდეგ კი რეილსებსა და შპალებს დადებს. მე კი მცენარეებს გადავრგავ, რომ არ დავაზიანოთ. ტურბოზავრებო, წინ! რკინიგზა მზად არის. ახლა მატარებელი უნდა მოვაწესრიგოთ. შესანიშნავად ვიმუშავეთ. ხვალ ჩვენი მატარებელი პირველ რეისში ასრულებს. მე მანქანე ვინ იქნება? მე მანქანე, მე ვიქნები. ქუდი მჭირდება? ოღონდ მითხარით? რა გამოვქაჩო და რას დავაჭირო? ზერ, მე მანქანე რომ გახდე, ჯერ უნდა ისწავლო. აღიარეთ, ვისწავლობდა მე მანქანეობას? გილოცავთ, ჩვენი მატარებელი ვერ სადაც ვერ წავა. არი ნერვიულოთ, მატარებელი ზუსტი განრიგით გაემგზავრება. ხვალ თქვენ თვითონ ნახავთ ყველაფერს. ოდესღაც ასეთ ორთქლმავალზე ვიწყებდი მუშაობას მანქანის დამხმარეთ. რამდენი მოგონება მაქვს? კარგი, დროა გავემგზავროთ. წინ ჩემო დამხმარებ. რომ სტეპან პეტროვიჩი ადრე მე მანქანით მუშაობდა. ჩემთვის მოუყოლია, ამბობდა რომ სამსახური ენატრება. ყველაფერი გადავიღე. მესამედ ვუყურებთ. რა ლამაზი ყვავილებია. ეს სტეპან პეტროვიჩმა თავის ბაღში მოიყვანა და მე მაჩუქა. ჩვენ კი ვიფიქრეთ რომ შენ ძალიან მოგიხდება. აი, ასე რომ იყოს? ეს რა კენი, ახლა როგორ ამოვიღოთ? ჭინჭარი ხომ ისუსხება? რა საინტერესოა? კიდევ ჭინჭრისგან ბევრი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება სუპების, სალათების. მინდა, ჭინჭრის სალათი მინდა. მოგიმზადებ სალათს. მე ახლა მაღაზიაში წავალ, თქვენ კი შეგიძლიათ ნაყინით ჩაიტკვარუნოთ პირი, მაგრამ ბევრი არ ჭამოთ, თორემ ყელი აქ ტკივდებათ. პაშა! იქნებ ნაყინში ჭინჭარი ჩავყარო, რომ უფრო სასარგებლო იყოს. სანამ ბები არ არის, სულ ცოტას გავსინჯავთ და მორჩა. ხელები დაიბანეთ? ნაყინი ნელა უნდა ჭამოთ, თორემ ყელი აქ ტკივდებათ. შეწყვიტეთ! ნაყინი მომეცით! რა ხდება აქ? ჩვენ ცოტა ნაყინი გავსინჯეთ. ბავშვმა მთელი კილა ნაყინი შეჭამა და ავად გახდა.
იცით, მე მგონი მეც მაციებს. ხომ ხედავ? არა და გაგაფრთხილეთ. ახლა კი შენ და იპოლიტი ავათხართ. ჩვენ წავალთ და მხმარეს მოვიყვანთ. შენ კი მანამდე საბნის ქვეშ დაიმალე. მის ფეხებს რა ვუყოთ, მაინც ჩანს. ჩემს ფეხებს ვერაფერსაც ვერ უზამთ. ჩემო პატარა, თაფლიანი ჩაი მოგიტანე. სად არის ჩემი სათვალე? მის გარეშე ვერაფერს ვხედავ. ბაუს, ფეხები სუნთლად გაეყინა. გალურჯებული აქვს. ერთი ფეხი, ორი ფეხი, მესამე ფეხი, მეოთხე, არ არსებობს. ერთი ფეხი, ორი ფეხი. რაღარ მოელანდება ადამიანს. გამოჯამრთელდი და ნუ იმანჭები. ამბობთ, რომ 1 კილო ნაყინი შეჭამა და ავად გახდა? როცა ზერი ავად არის, დრონად ვეღარ გადაიქცევა. ღმერთო, რა მოხდება ბებია თუ დაინახავს? ჩქარა სახლში გავიქცეთ. ტურბოზავრებო წინ! ავად ყოფნა მომწონს კიდეც. ყველა შენზე ზრუნავს. ნერვიულობს. ალბათ კიდევ ერთი კვირა ვიქნები ავად. აბა, ავად არისო? მეგობარო, ძალიან ავად ვარ. ყველაფერი გასაგებია. ზერს სასწრაფო დახმარება სჭირდება. პრობლემა არ არის, ახლავე მოვაგვარებთ. ეს რა მოიგონეთ? სად მიყავართ? მილიონობით წელიწადი დინოზავრები ჭინჭარს სამკურნალოდ იყენებდნენ. ყველა დაავადებას კურნავს. რა ჭინჭარე? არა! ხედავთ? რომ გითხარით, ავადმყოფი მაშინვე გამოჯამრთელდა. ავადმყოფობა უცბად გაქრა. ვიპოვე, სათვალე ვიპოვე. ესეც ასე. ახლა ისევ კარგად ვხედავ ყველაფერს. ავადმყოფი პტეროდაქტილების დაცინვა ცუდი საქციელია. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.